საშვილოსნოს ახასიათებს ჩამოწვნა და ამას ქალები ხედავენ როგორც მენსტრუაციას, ან თუ კი საშვილოსნოს შიგნით აშრე ჩამოიფრცხნება პირდაპირ გაგებით და ამას სისხლდენაც მოყვება, ეს არის მენსტრუაცია და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს საშვილოსნოს შიგნით აშრე გაიზარდოს სხვაგან საშვილოსნოს გარდა. მაგალითად, საკვერცხეებში, ან ფალოპის მილებში, ან მენჯისხრუს ორგანოებში და იქ დაიწყოს სისხლდენა მენსტრუაციის დროს. აი ეს არის ენდომეტრიოზი. ანუ ენდომეტრიოზი არის, როცა სხვაგან იზრდება საშვილოსნოს ქსოვილი და რა სიმპტომები აქვს? თავარი სიმპტომი არის მენჯისხრუს ტკივილი და ანუ ეს ტკივილი მენჯისხრუში ემთხვევა ციკლს, ოღონდ არ არის როგორც წესი სუსტი. ზოგადად ადამიანებს მენსტრუაცია რომ მოძდით, ქალებს ისეც შეიძლება ტკიოდეთ მენჯისხრუს მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ეს ტკივილი არ არის გაუსაძლისი როგორც წესი და კარგად ემორჩილება მაგალითად იბუპროფენს ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებით მკურნალობას. და როცა ენდომეტრიოზია, ტკივილი ბევრად ძლიერია და არ ემორჩილება აი ამ ჩვეულებრივ ტკივილ გამაყუჩებლებს. ადამიანებს შეიძლება კონდეთ ასევე მტკივნეული სქესობრივი აქტი, იმიტომ რომ ეს ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომელიც სხვაგან არის, იწვევს ანთებას იქ ადგილობრივს და ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი მენჯისხრუში აძლიერებს ამ ტკივილს. შეიძლება შარდვა იყოს მტკივნეული და დაახლოებით 30-40% შემთხვევაში ქალებს აქვს უნაყოფობა. და ქალების უნაყოფობის ნახევარი შემთხვევების თითქმის მოდის ენდომეტრიოზზე. ანუ ენდომეტრიოზი უნაყოფობის, როცა ქალს აქვს პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ენდომეტრიოზს ახასიათებს ასევე მძიმე მენსტრუალური სისხლდენა, ანუ ბევრად მეტია სისხლი ამ დროს. და ტკივილი გრძელდება უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრივ. ზოგადად ქალებს მენსტრუაცია რომ აქვთ, ტკივილი გრძელდება 1-2 დღე დაახლოებით. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება გაგრძელდეს 7 დღე, 8 დღე და მანამდეც. და მაშინ როცა ნორმა არის, რომ ტკივილი უნდა დაიწყოს მენსტრუაციასთან ერთად და მორჩეს მალევე, პირველ რამოდენიმე დღეში. და თუ გრძელდება დიდხანს და თუ მანამდე იწყება, მაშინ ეჭვი შეიძლება მივიტანოთ ენდომეტრიოზზე. ყველაზე ხშირად საკვერცხეებში გვხვდება 55-60% შემთხვევაში, შეიძლება იყოს მუცლის ღრუში, ფალოპის მილებში, ნაწლავებზე, შარდის ბუშტზე და სხვადასხვა ორგანოებში. ზუსტად არ ვიცით რატო ხდება, თუმცა არის მოსაზრება, რომ მაგალითად მენსტრუაციის დროს შეიძლება პირიქით სისხლი წავიდეს, აუყვეს ფალოპის მილებს და გადავიდეს მერე მუცლის ღრუში და აქ მოითესოს ენდომეტრიუმის ქსოვილი და ამან გამოიწვიოს შემდეგ ენდომეტრიოზი. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება შეხვდეს ფილტვებშიც ენდომეტრიოზი, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, მაშინ ეს ვერ ხსნის. ხო? ანუ რანაირად მოხდა მაშინ ფილტვებში. ამიტომ ზუსტი მიზეზი ჩვენ არ ვიცით, რატო ხდება. შეიძლება მეტაპლაზია, შეიძლება იმუნური დისფუნქცია, შეიძლება ლიმფური ან სისხლძარღვოვანი სისხლის გავრცელება ენდომეტრიუმის, არ ვიცით რა არის ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მიღებული არის, რომ რეტროგრადული მენსტრუაციის თეორია, რომ უკან ბრუნდება სისხლი და ეს მოითესება მენჯისხრუში. ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა თავიდან არის ხოლმე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებით, თუ კი მსუბუქი შემთხვევაა, თუ უფრო მძიმე, ანუ უფრო მტკივნეული და ტკივილი თუ აქვს ადამიანს, ასეთ შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივები გამოიყენება და ორალური კონტრაცეპტივები მნიშვნელოვნად ეხმარება, ასევე პროგესტინებიც გამოიყენება და gonadotropin releasing factors აგონისტებიც გამოიყენება და ანტაგონისტებიც ორივე გამოიყენება.
თუ სხვა გზა არ არის და აუცილებელია კიდე ქირურგია, ქირურგიული ამოკვეთა, რაც შეეხება რითი ვპოულობთ, შეიძლება ეკოსკოპიით, აი საკვერცხეების შემთხვევაში ინახოს, მაგრამ ეკოსკოპია ყველგან ვერ ხედავს ენდომეტრიოზს და ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ლაპარასკოპია და ლაპარასკოპიით დანახვა ბიოფსიით და გასინჯვა, ანუ ეს მართლა ენდომეტრიუმის ქსოვილია თუ სხვა რამეა. ეგ არის ოქროს სტანდარტი და ამოკვეთაც შესაძლებელია ლაპარასკოპიით. მაღალი წარმატების პროცენტულობა აქვს. და ასევე, ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ხოლმე საშვილოსნოს ამოკვეთაც. არ არის ეგეთი შემთხვევები ხშირი, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა. ხო, რამე ისეთი მნიშვნელოვანი სერიოზული გართულება არ აქვს თუ არ ჩავთვლით ძლიერ ტკივილს, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება და უნაყოფობის მიზეზია 50% შემთხვევებში. შეიძლება ასევე გამოიწვიოს ადჰეზიები, ანუ მაგალითად ნაწიბურის წარმოქმნა მენჯისხლუს სხვა ორგანოებთან და ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მნიშვნელოვანი. არის საუბარი, რომ საკვერცხების კიბოს რისკს ზრდის, მაგრამ დიდად არა. შესაბამისად, ანუ რისკები აქვს, რამე ძალიან განსაკუთრებული რისკები არ აქვს, მაგრამ მკურნალობას როგორც წესი საჭიროებს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.